Hello. Hi Ilya to your გამარჯობა ილია შენგან მარცხნივ. პირველ რიგში გილოცავ. ახლა რომ უკვე შენი სიტყვა შეასრულე, ჩარლზ ოლივეირა დაანოკაუტე და ორი დივიზიონის ჩემპიონი გახდი. თავს ისე გრძნობ, როგორც წარმოგედგინა? უფრო უკეთესად გრძნობ. ალბათ იმის გათვალისწინებით თუ როგორ დაასრულე ბრძოლა. იმიტომ რომ საქმე შევასრულე და უკან მოვიტოვე, არ ვიცი, უბრალოდ უკეთესი შეგრძნება. ამ კომბინაციებს როგორ შეაფასებდი? შენს მიერ უკვე წარსულში გამოყენებულ კომბინაციებთან. მას ორჯერ მოარტყი და თუ არ ვცდები, როგანმა თქვა, რომ მარჯვენა დარტყმის შემდეგ ის უკვე გათიშული იყო. უკეთესი კომბინაციები მაქვს. მართლა? ო, მაქვს. ცოტა მეტი დრო უნდა გაატარონ ოქტაგონში ჩემთან და გასაგებია. მომავალში შეიძლება იხილო. შენი აზრით, რამდენი ხნით იქნები ჩემპიონი? აპირებ თუ არა რამდენჯერმე დაიცვა კამარი. მხედველობაში გაქვს თუ არა ის მეორე ტიპი, რომელზეც საუბარი არ მოგწონს. წლის ბოლოს მზად ვიქნები თუ ეს ენდომებად. თუ UFC დამირეკავს და მეტყვის რომ წლის ბოლოს ოქტაგონში უნდა დაუბრუნდე, მე მზად ვიქნები. ჩარლსთან გრეპლინგის დროს რაღაც პერიოდი მან შენი ფეხი დაიჭირა. მაინტერესებს, იყავი თუ არა საფრთხეში იმ მომენტში? საერთოდ არა. აი, ამდენად ახლოს ვიყავი დომინანტურ პოზიციასთან. კარგად მუშაობდა პარტერში, თუმცა სახეზე შევატყე რომ ნატკენი იყო, ამიტომ გადავწყვიტე წამომდგარიყავი. ბოლო შეკითხვა ჩემგან. რას ფიქრობ, დღეს საღამოს აჩვენე თუ არა ყველას რომ შენ ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი ხარ მსოფლიოში? როგორც იცი, პანტოჟამაც გამოიჩინა დღეს თავი. ასევე მახაჩევიც, რომელიც ნომერ პირველია და კარგ ფორმაში გამოიყურება. შენი აზრით, დაამტკიცე თუ არა ამ საღამოს რომ შენ იმსახურებ ნომერ პირველობას? Pound for pounds მეკითხები? არ მაინტერესებს. არ გადარდებს? სადაც უნდათ იქ ჩამსვან. ადლობა და გილოცავ. ილია, ვიღაცები ამბობენ რომ შენი ბოლო 3 გამარჯვება ერთ-ერთი საუკეთესო 3 გამარჯვებების სერიაა ისტორიაში. მხოლოდ შენს მიერ დამარცხებულ მეტოქეებს არ გულისხმობენ, არამედ იმასაც თუ როგორ დაამარცხე ისინი. შეგიძლია უფრო ფართო სურათი დაგვიხატო იმაზე, რაც ახლა ხანს გააკეთე? საოცრება. რთულია სიტყვებით ავხსნა. ბევრს არ შეუძლია თქვას, რომ ვოლკის, მაქს ჰოლოვეის და ჩარლზ ოლივეირას ნაირი ბიჭები ყავს დამარცხებული. ყველაზე გასაოცარი მხოლოდ ის კი არაა თუ როგორ გაიმარჯვა, არამედ ის რომ ბრძოლამდე ამბობდი ჩარლზ პირველივე რაუნდში დავანოკაუტებო. არავინ იყო ისეთი, ვინც გეუბნებოდა რომ დამშვიდი ცოტა, კარგად მივდივართ. ჩარლზ უპირისპირდებით და არა აუცილებელი ასე ისაუბრა. ყველა მიცოდა ჩემს გარშემო რომ ასე ვიზამდი. გასაოცარი იყო ამ საღამოს რომ გამოხვედი და კამერამ გამოგაჩინა ჩანდა თითქოს სახეზე ღიმილი გითამაშობდა. ასეთი წნეხით საოცე სიტუაციაში შენ უშფოთველად გამოხვედი და მხოლოდ კამრის წაღებაზე ფიქრობდი. ბრძოლა უკვე მოგებული მქონდა სავარჯიშო სესიების დროს. ვიცი რამდენად ბევრს ვშრომობ, ვიცი რისი გაკეთება შემიძლია ვარჯიშის და სპარინგის დროს. ვიცი როგორი მაგარიც ვარ, ისიც ვიცი რომ ოქტაგონში ჩემი უნარების დონეს ვერავინ გაუტოლდება. ამას როცა ვამბობ შეიძლება ცოტა ყეყეჩი ვჩანვარ და ფიქრობთ რომ შეშლილი ვარ, თუმცა უკვე შეჩვეული ვარ იმის მტკიცებას რომ მე ერთ-ერთი საუკეთესო ვარ მსოფლიოში. ბოლო შეკითხვა ჩემგან. თავისთავად მოგიწევს შენი გამარჯვების აღნიშვნა, თუმცა გკითხავ. პედი პიმბლეტი როცა გალიაში შემოვიდა ამ საღამოს თქვენ ცოტა გაერთეთ. მაინტერესებს სადაც არმან ცარუკიანი და ჯასტინ გეიჯია. პედისთან შეხვედრა მართლა გინდა? დიახ, ეს ბრძოლა მინდა. ჩარლსთან ცოტა რთული სიტუაცია მქონდა, რადგან მე ის მომწონს. ის დიდებული პიროვნებაა, ვერ შეიძულებ. ყოველთვის საკუთარი ოჯახის, მეგობრებისა და გუნდელების გარემოცვაშია. უმაგრესი ადამიანია, თუმცა საბოლოო ჯამში ეს შეჯიბრებაა. და მე ჩემი საქმე მაქვს გასაკეთებელი, ეს არის და ეს. პედის შემთხვევაში მე მისი ცემით ძალიან ვისიამოვნებ. ილია, ბრძოლის შემდეგ კამერაში გიხილეთ შენ და ჩარლზი, სადაც სიტყვები გაცვალეთ ერთმანეთში. თუ პირადი საუბარი იყო მესმის, თუ არა და მაშინ შეგიძლია გაგვიზიარო რაზე ისაუბრეთ? ერთმანეთში დიდი პატივისცემით ვსაუბრობდით. უდიდესი პატივისცემა ჩემგან ჩარლზს. ის ლეგენდაა და მე მის მიმართ უზომო აღფრთოვანებას გამოვხატავ. როგორც უკვე ვთქვი, ის საოცარი ადამიანია, სამაგალითო ადამიანი ყველა ჩვენთაგანისთვის.
აპირებ თუ არა ამ საღამოს აღნიშვნას, რადგან თუ არ ვწდები გუშინ უკვე წინასწარ იზეიმი ამისთვის. რა თქმა უნდა ვაპირებ ზეიმობას ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. ზოგადად ასე იმიტომ ხომ არ იქცევი, რომ მნიშვნელოვანია შენთვის გამარჯვების მანიფესტაცია მოახდინო და ასევე იმიტომ ხომ არა, რომ ბრძოლის კვირისწნეხი ცოტათი შეიმსუბუქო და ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გაერთო. მისმინე ხალხმა, რომ რამე ირწმუნოს ჯერ უნდა დაინახოს. მე პირიქით ვარ ჯერ წამს და შემდეგ ვხედავ. გამარჯვების ზეიმობისთვის ბევრი მიზეზი მქონდა, რადგან ძალიან ბევრი ვიშრომე ამისთვის. თითეული მათგანი, ვისაც იმ საუზმეზე ხედავ, წვლილი მიუძღვის მომზადებაში და ამ გამარჯვებაში. გამარჯვება მხოლოდ ოქტაგონში არ მოიპოვება, ხომ გესმის? ზოგჯერ, როცა საუკეთესო ძალისხმევასდებ რაღაცაში, უკვე გამარჯვებულად გრძნობ თავს. ყოველთვის ქამრის მოპოვება არ არის საჭირო იმისთვის, რომ გამარჯვებულად გრძნობდე თავს. როცა წინასწარ ამბობ ბრძოლის შედეგს, ისე ხდება, რომ შენი წინასწარმეტყველება მართლდება. მანამდე კი ხალხს უბრალოდ ეჭვი ეპარება. აქამდე ყველა წინასწარმეტყველება ზუსტად დასვი. 155-ში ან 170-ში თუ მოიძებნება ისეთი ვინმე, ვინც რთული გამოწვევა იქნება შენთვის. არის თუ არა ვინმე ისეთი, ვიზეც სიტყვი კარგი, შეიძლება ამ ტიპმა სტილისტურად პრობლემები შემიქმნას, მაგრამ მაინც დავამარცხებ მას. ყველა გამოწვევაა სიმართლე რომ გითხრა. მარტივი ბრძოლები არ არსებობს. არც ერთი დივიზიონის ტოპ 5-ეული არ არის მარტივი ბრძოლა. სიმართლე ისაა, რომ როდესაც მეტოქეს დამიდასტურებენ და სტრატეგია შევიმუშავებ, ბრძოლა მარტივი ხდება. მოკლედ კითხავ, მგონი შენმა შვილმა შოუ მოგპარა ბლოგებში. ის პადებს უთხრამდა. ოქტაგონში შენთან ერთად შემოვიდა და შენ მას ვარდი მიაწოდე, როცა ქამარი მოიპოვე. ოქტაგონში რო შემოვიდა, იცი მისი პირველი სიტყვები რა იყო? მარჯვენა მხარეს რატომ მოარტყიო? აბერქათი რატო არ გამოიყენეო? მე კიდევ ვუთხარი. კარგი, შემდეგ ჯერზე გამოვიყენებ თქო. ილია, ამერიკაში რატომღაც ბუს შეძახილებს გესვრიან? შენი აზრით, იმიტომ ხომ არა, რომ მათ რჩეულებს ებრძოლები? რა თქმა უნდა. შენი აზრით დადგება დრო, როცა ისინი გამამხნევებელი შეძახილებით შეგეგებებიან? 100%. შეიძლება პედისთან. ილია, უცებ კითხავ, წინა კვირას პიაიში ღია ვარჯიშის დროს შენთან როცა ვიყავით, კითხვა-პასუხის რეჟიმი გქონდა, სადაც პედიზე გკითხეს და შენ თქვი, რომ მას კიდევ ერთი გამარჯვება ესაჭიროებოდა. ამ საღამოს აზრი შეგეცვალა. აღფრთოვანებული ვიყავი ამ საღამოს. რას ფიქრობ, ესაჭიროება მას კიდევ ერთი გამარჯვება თუ UFC-ს ეტყვი, რომ ის შემდეგ მეტოქედ გინდა? არ ვიცი. ჩემმა გუნდელმა მითხრა, რომ დანა გაბრაზებული იყო ამასთან დაკავშირებით. რა თქვა მან? თქვა, რომ მიკრო ყოფილიყო პედის ოქტაგონში არ შემოუშვებდა. სამწუხაროდ ის იქ არ იყო. ასე რომ ბრძოლა უნდა შედგეს. ილია აქეთ. 2022 წლის შემდეგ მსუბუქ წონაში პირველად გამოხვედი. რას ფიქრობ, როგორ ატარე დამატებითი წონა? ასე კარგად თავი არ მიგრძნია. ორი განსხვავებული სამყაროა. თლიანი პროცესით ვისი ამოვნე. თლიანი სავარჯიშო კემპი უფრო მარტივი იყო და აქ დარჩენას ვაპირებ. და რა თქმა უნდა, 3 ისტორიული ნოკაუტები გქონდა მიყოლებით. მესმის, რომ მესამე ახლახანს იყო, მაგრამ მაინც კითხავ, რა თანმიმდევრობით შეაფასებდი მათ? ამ კითხვას უკვე ვუპასუხე. ვოლკის ნოკაუტი პირველ ადგილას, მაქს ჰოლოვეის მეორე და ჩარლზ ოლივეირასი მესამე. ვოლკთან ყველაზე რთული იყო. Back here. Straightforward. Yeah. Congratulations. ილია, ვნახეთ მერაბი ბოლო ბრძოლის შემდეგ საქართველოში ჩადის და გულშემატკივრებს შეხვდა. დახვედრა დიდი გამოუვიდა და ოვაციებით შეხვდნენ. რა თქმა უნდა, ორივე არა მხოლოდ ჩემპიონები ხართ, არამედ ქამარიც არაერთხელ დაიცავით. გრძნობ თუ არა მეტ ენერგიას საქართველოდან, ახლა უკვე როცა ორივე უფრო დიდი ვარსკვლავები და უფრო დომინანტურები გახდით. რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზე როცა ვიმარჯვებთ, უფრო დიდები ვხდებით. მერაბი ლეგენდაა. საქართველოშიც ლეგენდაა. ის ყველას უყვარს, მათ შორის მეც. ცხადია, რომ პედისთან ბრძოლა ნებისმიერ ადგილას დიდი იქნება. ალბათ ნებისმიერ სტადიონზე ან არენაზე შეგიძლია გამართო და ბევრი გულშემატკივარიც მოვა. გაქვს თუ არა ადგილი, სადაც პედისთან ბრძოლას ისურვებდი? მისმინეთ. დიდი სურვილი მაქვს ამ ბრძოლისთვის ესპანეთში, სანტიაგო ბერნაბეუ სტადიონზე წაგიყვანოთ. ძალიან ისიამოვნებთ, მთელი კვირა ისიამოვნებთ. კარგი საჭმელი, ყველაფერი კარგი, ძალიან მოგეწონებათ.
ესპანეთში მინდა წაგიყვანოთ. We hope we იმედია მოგვიწევს. მადლობა. Volkanovski KO, Holloway KO, Oliveira KO. Dana White-მა ახლახანს თქვა, რომ მუჰამედ ალის მსგავსად აკეთებს საქმეს. მან ასევე თქვა, რომ ჩვენ ვირჩევთ, ვინ იქნება pound for pound ნომერ პირველი მებრძოლი. შენი აზრით, ვინ არის საუკეთესო მსოფლიოში? ნომერ პირველი MMA-ში? მე მერაბი ძალიან მიყვარს და ვიტყოდი, რომ მასთან ერთად გავიზიარებდი ადგილს. Dana White-მა პირობა დადო, რომ ესპანეთში ჩამოვიდოდა, თუმცა თარიღი არ იცის. ილია თოფურია 2026 წელს სანტიაგო ბერნაბეუზე პედი პიმბლეტის წინააღმდეგ. მორიგი ჩემი ოცნება. წარმოიდგინეთ ეს რომ მოხდეს. ჩემპიონთა ლიგის ფინალის დონის შეხვედრა იქნება ბერნაბეუზე. ესპანეთი, საქართველო და ინგლისი მანდ. ძალიან მაგარი იქნება. მთელს ისტორიაში? ასე არ ვიტყოდი, რადგან ბევრი მაგარი ბრძოლები შემდგარა ზოგადად. არ მინდა მათი დისკრედიტირება მოვახდინო. უმაგრესი ბრძოლები შემდგარა, თითოეულის შეხვედრა იმსახურებს ქებას. თუმცა ეს ბრძოლა უეჭველად ერთ-ერთი დიდი იქნება. ილია, შენი აზრით ისეთივე კერპი გახდები ესპანეთში, როგორც რაფაელ ნადალი და ფერნანდო ალონსო არიან? იმედი მაქვს. ევროპაში UFC-ს სახეთ ყოფნაზე რას ფიქრობ? რთული კითხვებია ძმაო. არ ვიცი. შეიძლება კი, შეიძლება არა. ზოგისთვის კი, ზოგისთვის არა. გასაგებია, მადლობა და გილოცავ. მადლობა შენ. Buenas noches, Ilia. ილია, გილოცავ ორი დივიზიონის ჩემპიონობას. ნახეთ საქართველოში შენი გაჩემპიონების ზეიმი. ნახეთ ქალბატონი ინგა როგორ აღნიშნავდა შენს წარმატებას არენის გარეთ ქართველ გულშემატკივრებთან ერთად. თუ შეგიძლია რომ მიმართო ქართველ გულშემატკივრებს, რომლებიც მსოფლიოს ყველა წერტილიდან გედგნენ გვერდში ამ ისტორიულ ღონისძიებაზე. უდიდესი მადლობა ყოველთვის საქართველოს ხარდაჭერისთვის და დიდი იმედი მაქვს რომ მალე მოვახერხებ და საქართველოს ვესტუმრები ისევ ერთხელ და ჩავეხუტები ყველას თავიდან და დიდი მადლობა ისევ. დიდი მადლობა. მეორე შეკითხვა, რამდენად პრინციპული ბრძოლაა შენთვის პედი პიმბლეტი? საქართველოში ყველა მიცის რომ ეს მარტო სპორტული ინტერესი არ არის. სიმართლე გითხრა, პერსონალურად არანაირად არ ვიღებ ამ ბრძოლას, უბრალოდ დიდი სიამოვნებით პადის კარგად გემრიელად დავანოკაუტებდი, იმიტომ რომ ჩალსთან შედარებით ცოტა უფრო განსხვავებული სიტუაცია არის, იმიტომ რომ ჩალსი გინდა თუ არ გინდა მაინც ბევრად უფრო კარგი პიროვნება, კაი ადამიანია, ძალიან კაი ბევრი ფასეულობები აქვს. პადისთან კიდე ძალიან სხვანაირი სიტუაცია მექნებოდა. რაც კიდე Thank you, Ilya. Keep inspiring. Thanks. Thank you very much.